არსლანს მართალია ისტორიკოსი უწოდებს ჯორს, ბიჭს, რომ რაღაც შეუსაბამო ქორწინების ნაყოფი უნდა იყოს. სახელიც უცნაური ქვია, ყუთლო არსლანი, ოქროს ლომი. მაგრამ ყუთლო არსლანს ვერ ეხებიან და არც ითხოვენ მის გადაყენებას ძირძველი საგვარეულოები. მათთვის ყუთლო არსლანი მდაბიო არანაირად არ არის, მაგრამ რაღაც შეუსაბამო ქორწინებით არის ჩასახული, როგორც ისტორიკოსისგან ჩანს. ვინ შეიძლება იყოს? სახელის ბევრზე არ მეტყოლებს. ყუთლო არსლანს თანამდებობა უჭირავს ძალიან დიდი, მეჩვიდმეტ ხუცესი ფინანსთა მინისტრია და მის დაქვემდებარებაში არის ყველა ქალაქის, მათ შორის დედაქალაქის მერი, ანუ როგორც მაშინ ამირა, თბილისის ასე იწოდებოდა. ეს ყუთლო არსლანი არის ძალიან ამაყიც, გრძნობს თავის ძალას, სოჭოს მოურიდებელი. სავარაუდოდ არის პირადად შემივე ვერსია, რომ ეს უნდა იყოს რომელიღაც ბაგრატიონის, სამეფო ოჯახის წევრის უკანონო შვილი. და ყველა საოცარი რა არის, ყუთლო არსლანი თბილისის ქუჩებში დაცვის გარეშე დადიოდა. მას არაფერს არ ეშინია. რუსუდანის ბრძანებით ყუთლო არსლანი დააპატიმრეს. რომ ბრალად დასდეს თავხედობა, რომ ესე მოურიდებლად ულტიმატუმებს აყენებდა და ფიქრობდნენ, რომ ამით განეიტრალდებოდა ყველაფერი. მაგრამ მოიმიღეს საპირისპირო რეაქცია. გამოვიდაო ყუთლო არსლანის მომხრეთა ლაშქარი, რომელთაც აიღეს ტფილისი და სამეფო კარი ალყაში მოაქციეს. მთელი დედაქალაქი დაიკავეს. რეალურად გამოკეტეს სამეფო სასახლეში სამეფო ოჯახი და მოთხოვეს კატეგორიულად ყუთლო არსლანის უვნებლად განთავისუფლება და ყველა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. არანაირი ძალა არ, ესე იგი აქედან რა ჩანს, რომ ის იდეა, რომელსაც ყუთლო არსლანი ახმოვანებს, არის გაბატონებული საქართველოში და ჩვენი მაშინდელი ერის თქვათ ძლიერ ადამიანთა, ქმედ ადამიანთა უდიდესი ნაწილი იზიარებს ამ იდეას. და ის საინტერესო რა არის, როდესაც თქვა ჩერიგება მოხდება, ბოლოს და ბოლოს ყუთლო არსლანს რა თქმა უნდა არ დაჟიან და განთავისუფლებენ, თანამდებობაზე რა თქმა უნდა ის აღარ დაბრუნდება, შუამავლობას იქისებს ორი მანდილოსანი ხვაშაკ ცოკალი, სურამელის ცოლი და სამძივარების დედა კრავაი ჯაყელი და ამის შემდეგ კომპლექტება მთავრობა. ნახოთ ვინ არიან ისინი. თავდაპირველად სამხედრო მინისტრად სარგის მხარგრძელი, რომელსაც მალე შეცვლის ძირძველი ქართული საგვარეულოს წარმომადგენელი გამრეკელი თორელი. სახურთ უხუცესად ინიშნება პირდაპირ წერილს გლეხური წარმოშობის ჭიაბერი. მეჩუჩლეთ უხუცესის უწყებას, თბილისის უწყებას მთლიანად არაარისტოკრატული ფენის წარმომადგენლები მართავენ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესეთი პიროვნება აბულასანი, რომელსაც პირდაპირ უწერია წყაროში არააზნაურთაგან, მკვიდრთაგან, მოქალაქეთაგან, ქონებით აღზევებულთაგან. კაცი, რომელიც იყო მერი თბილისის, იყო ფინანსთა მინისტრის სხვადასხვა პერიოდში და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურაა ამ ბანაკში. და მათ შორის არის თქვა ძირძველი ქართული, იოანე მარუშიზის შთამომავალი ვარდან დადიანიც. სულთნე დადიანის ერთ-ერთი წინაპარი, რომელიც უბრალოდ ის ხდება სახურთ უხუცესი, ასევე ერთ-ერთი მინისტრი ხდება, როგორც თქვი ჭიაბერი და კაბინეტში შედიან ეს ადამიანები, ანუ ერთბაშა და ერთდროულად. გლეხური ფენიდან წამოსული, ვაჭარ-ხელოსანთა ფენიდან წამოსული ადამიანები და უძველესი ქართული არისტოკრატიული წრიდან წამოსული ადამიანები. ეს რას ნიშნავს, რომ აქ ამ პერიოდის საქართველოში ელიტა ეფუძნება არა გვაროვნულ წოდებრივ სისტემას, არამედ პერსონალურ ღირსებებს. დარბაზის გარეშე აწი მეფეს არა აქვს არც თანამდებობაზე ვინმეს დანიშნვის, არც გადაყენების, არც ომის გამოცხადების, არც ზავის დადების, არც ბიუჯეტის შექმნის უფლება, არაფრის უფლება და დარბაზი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თამარი დააქორწინო. და ვის მიყავს დარბაზის ხტომა აი ამ დღეებში, რომ დააქორწინონ ვიკინგთა შთამომავალ რიურიკოვიჩების შტოს წარმომადგენელ ყივჩაღებში თავშესაფარებულ იური რიურიკოვიჩის ქართული წყაროებით გიორგი რუსზე. აი ისევ და ისევ ერთ-ერთი პირველი ფიგურა აქ არის აბულასანი და ევალება დარბაზის წევრს, ქართული პარლამენტის წევრს, რელიგიით ებრაელს, ანუ იუდაელს, ზანქან ზორაბაბელს, რომელსაც ჩამოყავს თამარის საქმე. აი აქ განჯა მიმინდია
მსმენელისთვის 1185 წლისთვის საქართველოს სამეფო კარი კი არა საქართველოს პარლამენტი დარბაზი არის დემოკრატიული სადაც პირველი სიტყვა გლეხური წარმოშობის ხაზს ეკუთვნის სადაც თვით დედოფლისთვის ქმნის მოგვრა არაქართული წარმოშობის დიდ ვაჭარს ზანქარ ზორაბაბას ებრაელს გასაგებია ქართულ ებრაელს მაგრამ მაინც ხო სხვა რელიგიის ადამიანს შეუძლია ეს არის ის ქვეყანა რომლის მეფესაც წერილს წერს ზუსტად ამ დღეებში და ამ პერიოდში სალადინი და ნებართვას იღებს თამარისაგან იმის აღქმით რომ არაფერს არ დაუშევებს იერუსალიმში საქართველოს იწმინდებს იმიტომ რომ ეს თამარის საპასუხო წერილიდან ჩანს ნებართვას იღებს რომ თქვა იერუსალიმი აიღოს ვერ ბედავს ნაბიჯის გადადგმას სალადინი თამართან საქართველოსთან შეთანხმების გარეშე აი ამ პერიოდის საქართველოში ესეთი დემოკრატიის ხარისხია ესეთი თავისუფლება და პარლამენტარიზმის ის პრინციპები მუშაობს და სოციუმი ისე აგებული როგორიც შესაშურიათ შეიძლება დღესაც კი ბევრ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ქვეყანაში 1185 წლიდან 1187 წლამდე საქართველოს მართლაც სოფლიოში კვლავაც უძლიერეს სახელმწიფოა მას ანგარის უწევს თვით ისლამური სამყაროს ლიდერი სალადინი ჯვაროსნების თელს კოალიციაზე უფრო ძლიერია საქართველოს საერთოდ როგორც ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულად საქართველოს ბადალი არ ყავს. სწორედ ამ პერიოდში თავდება ვარძიის შენება და დღეს ვარძია რო არ იყოს თქვა მე-13 საუკუნის მიწურულს დაზიანებული და მთელი ფასადი ჩამონგრეული, ალბათ სოფლიო ისტორიაში უფრო გრანდიოზული არქიტექტურული ძეგლი არც იარსებებდა და რეალურად იყო დრო როცა არც არსებობდა. ეს რა თქმა უნდა გამოხატულებაა ჩვენი ყველა სახის ძლიერების, როგორც ეკონომიკურის, ისე პოლიტიკურის, ისევე კულტურულის. Ათას 1187 წელს სიტუაცია ერთბაშად შეიცვალა. საქმე ის არის, რომ თამარის მამიდამ რუსუდანმა მოიწვია დარბაზი, სადაც გამოიყვანა თამარ მეფე და მოხდა თამარის ქმრის მხილება სოდომურ ცოდვაში. სოდომურ ცოდვაში მხილება ნიშნავდა მეხსეულად განქორწინებას და სხვათა შორის არც კი დააცალეს რომ თქვა ეს ლებმათა ღელვა დაწყნარებულიყო რუსუდანმა ეგრევე თამარს მოუყვანა თავისი გაზრდილი დავით სოსლანი ქმრად. ვინ იყო დავით სოსლანი? დავით სოსლანი დედით როგორც ამას წერს ლაშა გიორგის ისტორიკოსი იყო დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი ქალიშვილის ვაჟი. შესაბამისად თამარის მამა და დავით სოსლანი იყვნენ ალალი მამიდაშვილ ბიძაშვილები. დავით სოსლანი ბიძად ერგებოდა. რა თქმა უნდა კათოლიკოს პატრიარქს აქვს უფლება რომ ბიძაშვილებიც კი დააქორწინოს ესეთ პრაქტიკა ჩვენ დასავლეთ ევროპულ ასე ვთქვათ კათოლიკურ ეკლესიის სინამდვილეშიც გვხვდება და მართლმადიდებელი ეკლესიის სინამდვილეშიც. თუმცა ლუკა პატრიარქის კანონით მეხუთე თავამდე, ანუ რომელსაც ჩვენ ქართველები მეშვიდე თაობას ვეძახით, ქორწინება დაუშვებელია. მაგრამ ვიმეორებ, პატრიარქის ნებართვით ეს მომხდარა კიდევაც, ხდება კიდევაც, თუმცა რატომ იყო ესეთი სისწრაფე საჭირო და რასთან ჰქონდა საქმე და რა შეიცვალა ამ ყველაფრით. ჯერ თავისთავად გიორგი რუსის, იური ბოგოლუბსკის სოდომური ცოდვაც ცალკე შესწავლის საკითხია, იმიტომ რომ სოდომურ ცოდვას ჩვენი ეკლესია მაშინაც და ეხლაც უწოდებს ყველა სახის არაბუნებრივ გადახრას სექსუალურს და რაც ყიმჩაღებში გაზრდილ თქვათ ვიკინგური წარმოშობის იური რიურიკოვიც სავსებით შეიძლება ჰქონოდა. მეორე მხარეა რომ ეს არანაირად არ ნიშნავს პირდაპირ გაგებით ჰომოსექსუალიზმს. უბრალოდ რუსუდანმა დაინახა რომ თამარი ამასობაში ამ 2 წლის განმავლობაში ვერ დაორსულდა სხვა შორის წინსრებით ვიტყვი ერთ რამეს რომ თამარი მეორე მეუღლესთანაც დაქორწინების შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ 5 წლის შემდეგ გააჩენს პირველ შვილს და ჩვენ კარგად ვიცით რომ თამარ დედოფალი გარდაიცვალა საშინელი ტკივილებით კოჯრის ციხეში კოჯორში შეიქმნა ცუდად ისე რომ ის ფაქტობრივად სასახლით გახდა გადმოსაყვანილი თბილისში და საშინელი ტკივილით გარდაიცვალა დედობრივი სენითავ როგორც წერია ჩვენ სავეწყაროებში. თამარ დედოფალი ცხოვრობდა აბსოლუტურად მონაზვნის ცხოვრებით. მარტო ერთ ფაქტს გავიხსენებ რომ ბასიანის ბრძოლის წინ ის ფაქტობრივად
მთელი კვირის განმავლობაში ჯერ გზად მიმავალი მერე ომის ბედსანამ არ გაიგებდა ფეხში შველი ჯერ ჯარს მიუძღოდა შემდეგ ვარძიაში მუხლმოდრეკით დაუძინებლად უძინრად ლოცულობდა ეს რა თქმა უნდა ქალის ჯანმრთელობაზე ძალიან ძიმეთ აღიბეჭდება და ნებისმიერი ექიმი ამას დაადასტურებს დღევანდელ დღეს რაც რა თქმა უნდა იწვევს გარკვეულ გართულებებს რაც შვილიერებაზეც აისახება და შემდგომში რა თქმა უნდა არის ალბათობა და საფრთხე რომ ეს დედობრივი სენი განვითარდეს თამარი მართლაც და თან ერის ქალი იყო მაგრამ მონოზონივი ცხოვრობდა ლოცულობდა საქართველოს და განიცდიდა რაღაც იმას რომელიც თქვა იმ დიდების იმ სახელის მიღმა რომელიც საქართველოს ჰქონდა თითქოს და ჩვენი მკითხველისთვის მსმენელისთვის საზოგადოებისთვის დაფარულია რასთან გვაქვს საქმე ნახეთ როგორც კი შეიცვალა გიორგი რუსი ტახტზე მომენტალურად რუსუდანმა დაიწყო ჩანაცვლება აი ყუთულ ასლანის დასის გამოსვლის შემდეგ ხელახლა დაწინაურებული ღირსეული მოხელეების ღირსეული მამულიშვილების მისთვის მისაღები პერსონებით. აი აქ ხედავთ არა მარტო დავით სოსანს, არამედ ქურთული წარმოშობის მონოფიზიტ ძმებს ზაქარია და ივანე მხარგრძელებს. თავად განსაჭრეთ საქართველოს უდიდესი მართლმადიდებელი სახელმწიფოა იმ დროს და რაღაც სიტუაციაში ორი მონოფიზიტი ქურთი წარმოშობით ხდება ვეზირი, ერთი ამის პასალა მანდატურთუ ხუცესი, მეორე მსახურთუ ხუცესი და ბოლოს ივანე ათაბაგი იმდეს მოახერხებს ივანე მხარგრძელი, ანუ მსახურთუ ხუცესი, რომ დიახაც ათაბაგი გახდება და ათაბაგის თანამდებობა დაიწყებს ჭყონდიდლის თანამდებობის ჩანაცვლებას. ანუ უფლისწულების აღზრდა მას დაევალება და ლაშა გიორგისა და რუსუდანის პრობლემები, რომელზეც ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, ალბათ პირველ რიგში მისი აღზრდელის დამსახურებაცაა. ამ ქორწინების შემდეგ დაიწყო გაუთავებელი უზავო ომები, თარეშები. თამარის შვილების დაბადება, სხვადასხვა იუბილეს უძღვნიან მხარგრძელები და სხვა მათი მიმბაძავნი, ამა თუ იმ ისლამური ციხის ტერიტორიის აღებას, დარბევას, სხვა შორის ბოლო კულმინაცია იქნება 1200 წელს მთელი ირანის დარბევა და ცენტრალურ აზიამდე მისვლა, ხო ყაზვინი, ჰამადანი, თავრიზი, არდებილი, ყველაფერი ეს ავაოხრე და იქ ბოლოს ესეთი დასკვნაც იყო ცხაროში რომ წინ იმიტომ ვეღარ წავედითო რომ არცეთ ვირს, ჯორს, აკლემს, ცხენს, ურემს, კაცს აღარ შეეძლო ნადავლი ზიდვა და თან ეს ლაშქრობა ხდება ზავის გარეშე. სხვა შორის მინდა გავახსენო მაყურებელს რომ აი ამ ამბიდან 1210 წლიდან 15 წლის შემდეგ, როდესაც ჯალედინი ჯერ საქართველოს მოადგება და მერე შემდეგ წელს 9 მარტს 26 წლის თბილისს აიღებს და აოხრებს და 100,000 ქართველს დაყოცავს, მისი ჯარი თითქმის 100%-ით შედგენილი იყო იმ ხალხისგან, რომლებიც ჩვენმა ჯარმა 15 წლის წინ ააწიოკა, გაძარცვა, აოხრა, დაარბია აბსოლუტურად ყოველგვარი პოლიტიკური საფუძვლების გარეშე. რადგან ყოველ ქმედებას უკუქმედება მოსდევს შემდგომში. ანუ ძალიან ჩვენ რა ვქენით ამით. გავაძლიერეთ სამხედრო პარტია, მაგრამ საქართველოს დაუკარგეთ სავაჭრო პარტნიორები. ის ჩვენს მიმდებარე რეგიონში, ჩვენ როდესაც ძალიან ღირსეულად ვიქცეოდით იმ ისლამურ ქალაქებთან, როგორც ხდებოდა ეს. დავით აღმაშენებლის დროს თუ თვითონ თამარის მეფობის პერიოდში და ადრეულ ხანაში, თქვა თამარის მეფობისა, ეს სავიზიტო ბარათი იყო საქართველოსი. სავიზიტო ბარათი იყო, იმიტომ რომ თელს ისლამურ სამყაროს იზიდავდი შენთან სავაჭროდ, შენთან სამეგობროდ, მაგრამ შენ რო ბევას დაიწყებ და აწიოკებას დაიწყებ, უკვე ამითი შენ სამხედრო პარტიას აძლიერებ, მაგრამ მეორე მხრივ შენს ასე ვთქვათ ბურჟუაზიულ სეგმენტს, რომელიც იმ პერიოდის საქართველოში უკვე ჩასახულია და უკვე მოწინავეა, ასუსტებ და რასთავარია, შენს ეკონომიკურ კავშირებს, კულტურულ კავშირებს, პოლიტიკურ კავშირებს წყვეტ და ანადგურებ. აი ეს იყო სამწუხარო თქვა, რაც იმ პერიოდში მოხდა. ერთის შეხედვით პოლიტიკურად შეიძლება ლამაზად ჩანდა, რაც ჩვენ და ჯვაროსნება 1204 წელს გავაკეთეთ, რომ რეალურად ბიზანტიის იმპერიას შუაზე გავიყვეთ. ამაში დაგჭირდა სულ ერთი საერისთავოს ჯარი, ალექსი კომნენოსის მეთაურობით და ერთი საერისთავოს ჯარით მთელი ბიზანტიის შავიზღვისპირა პროვინციები, საქართველოს საზღვრიდან ერეკლინდე და ერეკლი კონსტანტინოპოლამდე სულ 80 კილომეტრია
ყველაფერი ავიღეთ და დავაარსეთ ტრაპიზონის იმპერია, რომელიც ჩვენი ვასალური იყო. ერთი შეხედვით ეს საინტერესოა და დემონსტრაცია საქართველოს სამხედრო ძალის შეუზღუდავობისა და უძლეველობის. მეორეს მხრივ ეს ყველაფერი არის გარკვეულ წილად სამომავლო პრობლემების გამჩენის შესაძლოა, იმიტომ რომ აქ შენ გარკვეულ წილად რჩები მოკავშირეების გარეშე შესაძლოა ასეთ სიტყვას. ამის სხვა ჩვენს გამოხატულება აი ამ ჩვენი შიდა პრობლემების იყო ბასიანის ბრძოლას და შამქორის ბრძოლას. რატომ? აი ამ არბიელ ბრძოლებს მოყვა ორი კოალიციური ლაშქრობა ჩვენ წინააღმდეგ 1995 წელს შამქორის ბრძოლა, სადაც წინვალედ გავიმარჯვეთ, მაგრამ შამქორის ბრძოლაში ვის დაუპირისპირდით მთელი ირანის ტერიტორიებს, სელჩუკებს, ადარ-ბადაგანის, ათაბაგის, აბუ-ბაქრის მეთაურობით, ანუ რეალურად ირანის ხელმწიფის მეთაურობით. დავამარცხეთ და გავანადგურეთ. და აქ თავი გამოიჩინა სხვა შორის შალვა ახალციხეელმა განსაკუთრებით. შემდეგი ბრძოლა იყო 1202 თუ 3 წლის დღემდე სადავოა თარიღი ბასიანის ბრძოლა, სადაც გავანადგურეთ დღევანდელი თურქეთის თლიანად სელჩუკური ძალა რუქნადინის მეთაურობით, რუმის სულთნის. მაგრამ ნახეთ რა ხდება, აქ უკვე ბრძოლა 12 საათზე მეტყველს გაგვეჭიმა. ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ ჩვენ სამხედრო ინსტიტუტს, ჩვენ სამხედრო მანქანას რაღაც ხინჯი აქვს. იმიტომ რომ 90-90,000-იან ქართულ ჯარს არ უნდა გაჭირვებოდა ესოდენ გამარჯვების მიღწევა. გასაგებია მოვიგეთ და სხვათა შორის თამარი ამას ვცნობს და თავშიც ვთქვით, რომ მთელი ამ ბრძოლის პერიოდში ის ლოცვას არ წყვეტდა. რაღაცნაირად გრძნობს, რომ რაღაც შერყეულია შიგნით და საქმე და მართლაც საქართველოს კიდევ ერთხელ შეეწია უფალი თამარის ლოცვით, მაგრამ როგორც ჩანს, საფრთხები წინ არის. ძალიან საეჭვო პიროვნება გიორგი რუსი კონსტანტინოპოლში განდევნილი ისე მოიწვიეს ქართველებმა წლების შემდეგ და ვინ? ცოტნე დადიანის წინაპარმა, სამხუთუხუცესმა, ძირძველი, იოანე მარუშიანის შთამომავალმა, მარუშის ძის შთამომავალმა, ვარდან დადიანმა, ბოცო ჯაყელმა, ანუ სამცხის სპასალმა, თბილისის მერმა და ფინანსთა მინისტრმა ბულასანმა და მთელი სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს ჯარი დაუდგა გვერდით. მართალია დამარცხდნენ, მაგრამ ეს ხო ნიშნავს, რომ იმ პოლიტიკას, რომელსაც უკვე რუსუდანი დავარის პროტოტიპი ატარებდა, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ იზიარებდა. როგორც ჩანს, არ იზიარებდა თვითონ თამარიც, მაგრამ უკვე ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო, რა თქმა უნდა, ქაჯეთის ტყვეობაში მოქცევა იყო, ეკონომიკურ, კულტურულ ელიტაზე უარის თქმა და სამხედრო ელიტაზე ორიენტაციის გაკეთება, უთაბოლო ლაშქრობაზე აქცენტის გაკეთება. და მიუხედავად რომელიც შემდგომში ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ასე იყო თუ ისე, თამარი საქართველოს ისტორიაში მაინც რჩება უდიდეს ბოლო დიდებულ ფურცლად. ფურცლად ისე როგორც ვეფხის ტყაოსანი, ნახეთ, ჰეპი ენდით თავდება, ბედნიერად თავდება, ქაჯეთი იმსხვრევა. ეს არის იმედი, ეს არის სიყვარული, რომელსაც თამარი სხვათა შორის არა მარტო ქართველებში, მთელს იმ დროინდელ მსოფლიოს საქრისტიანოში, ევროპელებში დებდა, რომ კარგ ამინჩიო შავ ზღვაში ცურვისას ევროპელი ჯვაროსნები, ევროპელი მოგზაურები და ვაჭრები თამარ დედოფლის სადიდებელს მღეროდნენ, თამარ მეფის სადიდებელს გალობდნენ და სხვათა შორის ერთ ფაქტსაც ვიტყვი, 2012 წელი იყო, როდესაც მომიწია პენტაგონში ყოფნა და იქ ესეთ რაღაცას მეკითხებიან ამერიკელები. თქვენ თუ იცით, ჩვენ რო ჩავატარეთ გამოკითხო, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი ქალი ვინ იყო? რა თქმა უნდა, დავფიქრდი, მე თქვი ვიღაცა ევროპას გვეტყვიან. და წამოსდა ელიზაბეთ პირველი, მაინც. არა, ელიზაბეთ პირველიო, ჩვენი ანალიზითო, მეორე ადგილზე გავიდა. ყველა დროის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი ქალიო, მსოფლიოში იყო თამარიო და რო ვკითხეთ თუ რატო, რა პარამეტრები. მითხრესო, მან დაამარცხა იმ დროინდელი ირანიც, იმ დროინდელი რუმიც, ანუ ყველა სახის ისლამური კოალიცია. ის იყო გაცილებით ძლიერი, ვიდრე ბიზანტია ან მთელი ევროპული კოალიცია ჯვაროსნები. მას უთანხმებდა ყველაფერს ისლამში ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი სალადინი. მის დროს საქართველო იყო სრულიად დემოკრატიული და ჰქონდა აბსოლუტურად არჩევითი და ისე რომ ყველა ფენა იყო წარმოდგენილი დარბაზი. იმ დროს საქართველოს კულტურა იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, იმ დროს საქართველო იყო ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო და არასდროს არ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში არც ერთი სახელმწიფო, რომელიც ყოფილიყო
სოფლოში ყველაზე ძლიერი და მაშინ მის სათავეში ყოფილიყო მანდილოსანიო. კულმინაცია, უმაღლესი წერტილი ჩვენი ყველა სახის ძლიერებისა იყო თამარის დროს და მიუხედავად ამისა ის მაინც ნანობდა, ის მაინც ლოცულობდა, გლოვდა და რეალურად შეეწირა იმას, რომ სურდა კიდევ უფრო ნაღდი, კიდევ უფრო წმინდა და სუფთა ყოფილიყო საქართველო.